დღეს მივიღე გამოწვევა ორი ადამიანისგან, ერთი გიგა ბოკერიასგან და მეორე ლაშა გოციძესგან, აგრარული უნივერსიტეტის რექტორისგან. ესე იგი, პირველ რიგში გიგას გამოწვევას რომ უპასუხო, მე ახლა ვარ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ტერიტორიაზე, ჩემს უკან უნივერსიტეტის შენობაა. წუწაობა თავისუფალი უნივერსიტეტის ტრადიციებში შედის და ამიტომ ამ მხრივ ეგზოტიკურს არაფერს არ გავაკეთებ. მეორე მხრივ ესე იგი ვიცავ ყველა წეს და წყალი არის ყინულიანი ნამდვილად. ჩემი მხრიდან ესე იგი მინდა გამოწვევა გაუგზავნო და გიგას სოლიდარობა გამოუცხადო, რახან ორჯერ გაიწუწა მის მეუღლეს თამარ ჩერგოლეიშვილს და ასევე საქართველოს ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ლადო გურგენიძეს. რაც შეეხება ლაშას გამოწვევას, ორჯერ ერთ და იგივე წყალში ვერ შეხვალ, ამიტომ ლაშას გამოწვევის საპასუხოდ მე ცოდნის ფონდში გადავრიცხავ $100 იმიზნით, რომ დაფინანსდეს ჩვენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანი, ჩვენი პირველკურსელი ანა ფარჯიანი, რომელიც მესტიაში ცხოვრობს და ეძებს დაფინანსებას იმისთვის, რომ თბილისში ჩამოვიდეს სექტემბრიდან სასწავლებლად და სხვებსაც მოუწოდებ, რომ იგივე გააკეთონ. და წლის გადასხვის მერე დამაინტერესებს ზაფხულის სეზონის გასვლასთან ერთად თუ გაგრძელდება ეს აქცია, მე ამას დავაკვირდები დიდი ინტერესით. ეხლა კი თვითონ პროცესი. 1 2 და სა მი